საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა. არმიჰოლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება. ეროვნული გვარდიის მეთაურმა კი სტუმრებს მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. თავისი საამაყო ისტორიით ეროვნული გვარდია სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. მინდა ეროვნული გვარდიის იუბილე მიულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს. იმ მეომრებს, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით მომავალი თაობებისთვის შექმნეს მთლიანად შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი. მადლობას გიხდით სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ერთგულებისა და თავდადებისთვის. თქვენი დაუზოგავი სამსახური არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიმტკიცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი. თქვენი ერთგულება სამშობლოს წინაშე საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს ვეტერანებს ულოცავ და გულითად მადლობას ვუხდით თავდადებისთვის.